ეს გრძელი გვირაბი, რომელიც თავისთავად არის დერეფანი, იმენად რომ საჭიროც აღარ არის მეტაფორა და მინიშნებები, სრულიად რეალისტურ ბუნებრივ გარემოს ქმნის ამ გამოფენისთვის. აქ სათქმელი განსაკუთრებული სიმძაფრით იკვეთება და ავტორისა და გამოფენის ინიციატორების მიგნებებს უცნაური ძალით წარმოაჩენს. ლია ბაგრატიონი წლებია მუშაობს მეხსიერების სტრუქტურებზე, დროის კვალზე. წერს ხელოვნებისმცოდნე ნანა ყიფიანი, რომელიც ასე აღწერს ინსტალაციის ვიზუალურ და შინაარსობრივ სათქმელს. გრძელი ბნელი დერეფანი, სადაც 7 ფიგურა რიგში ერთმანეთის მომდევნოდ განთავსებული გარდამავალი სივრცეა, ქვეცნობიერის ან დავიწყებული ისტორიის ერთგვარი ბილიკი, 3.5 მეტრიან გახევებულ 7 ფიგურას შორის, რომლებიც თითქოს მწყობრად მიდიან, მაგრამ თან ვერც, თანაბარი 3.5 მეტრიანი ინტერვალები მუდმივ განმეორებაზე მიგვანიშნებს. ციტატის დასასრული. ეს გახლავთ არაორდინალური ხელოვანის ლია ბაგრატიონის ინსტალაცია, რომელიც წინანდლის მამულის საგამოფენო სივრცეში, გვირაბში, ადგილზევე შექმნა ხელოვანმა. 7 მერვეს გარეშე, Life of 7, One Missing, ასე უწოდა მას თავად ავტორმა და ასე განმარტავს მის არსს, ანუ იმას, თუ რატომ არის ეს 7 არსების სიცოცხლე და რატო აკლია ამ ერთობას მერვე პერსონაჟი. ეს ინსტალაცია ადრე მე გაკეთებული მაქვს თბილისის ისტორიის მუზეუმში, ოღონდ არ იყო ამ ფორმით, იქ იყო 8 ქალი და აქ არის 7 ქალი. და ამიტომაც ქვია 7 მერვეს გარეშე. ესე იგი, ამ გზაზე ბევრი რამ ხდება და მათ შორის შეიძლება ერთი ისე ჩამოგრჩეს, რომ არც იცოდე ის სად არის, ანუ რაღაც დანაკარგებით და მთელი რიგი პლუსებით და მინუსებით, მოკლედ ეს აცვლა. და ამ შემთხვევაში უკვე ეს ქალები არიან, რაღაცნაირად ვხედავთ, თითქოს უკვე დამიწყდნენ რაღაცნაირად და რაღაც სხვა ტრანსფორმაცია განიცადეს და სხვათა შორის უკვე თითქოს სიარულიც გაჩერებულია და თითქოს მიწასთან არიან შერწყმული, თითქოს უფრო გაქვავდნენ, გადაიქცნენ უფრო თან მყიფედ, თან ქვისებურ სკულპტურებად. არ ვიცი, ახლა ყველას თავისი წარმოდგენა შეექმნება. თანამედროვეობის გამორჩეული შემოქმედი ლია ბაგრატიონი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორია. არის ქართული კერამიკული ხელოვნების ფონდის თანადამფუძნებელი და კერამიკის საერთაშორისო აკადემიის წევრი ჟენევასა და შვეიცარიაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში თიხის, როგორც ტრადიციული მასალის პოპულარიზაციაში. და 7 მერვეს გარეშე. და ისინი ქალები არიან. იმიტომ რომ პრობლემები არის ამ საკითხზე და ამ სხვადასხვანაირად ფიქრობენ ადამიანები, რა გავაწყოთ ქალების ბედთან დაკავშირებით და მეც ჩემებურად რამდენადაც შეიძლება ეს ვიღებ ამაში მონაწილეობას. კაბები არის სრულიად ელემენტარული, ყველაზე იაფი მატერიისგან და დაფარულია თიხით, ანუ იმით რა გზებზეც ესენი დადიან და რა გზებზეც ამას კრეფენ. წინანდლის მამულში მდებარე საგამოფენო სივრცეები მთელი წლის განმავლობაში ღიაა ხელოვნების მოყვარულთათვის. აქ არაერთი გამორჩეულად საინტერესო ავტორი იყო გამოფენილი, სრულიად განსხვავებული და ორიგინალური კონცეფციით. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მდებარე საგამოფენო დარბაზი აკადემიურ გამოფენებს მასპინძლობს, გვირაბი კი თანამედროვე ხელოვნების ნოვატორულ პროექტებს. წინანდლის კულტურული ღონისძიებების წარმომადგენია კომპანია სილკნეტი, მასპინძელი კი სილკ ჰოსპიტალიტი. ხოლო დღეს კი აქ წარმოდგენილი არის ლია ბაგრატიონის
ექსპოზიცია, რომელიც არის სპეციალურად ამ სივრცესთან შერწყმული, სპეციალურად ნაფიქრი, შეკრული, ესე ვთქვათ, და აწყობილი სხვადასხვა შრეებით. ეს არის როგორც თვითონ ნამუშევრები, სხვადასხვა ტიპის კომპონენტები ამ ნამუშევრებთან დაკავშირებით, ფაქტურა, დინება ძალიან მნიშვნელოვანია და თან არის ვერტიკალური, განგრძობითი, სისტემატიური, ესე ვთქვათ, ფიგურების ერთობლიობა. სხვადასხვა ფაქტურა, მათ შორის კედლის ზედაპირიდან დაწყებული, თვითონ ინსტალაციის შემადგენლობაც იყო ძალიან საინტერესო, ეგეც იყო ხელოვნების ერთ-ერთი ნიმუში ამ ყველაფრის დამუშავება თვითონ მხატვრის მიერ, ესე იგი აქ თიხად შედიოდა, სხვადასხვა ტიპის ნაჭერი, თივა და ასე შემდეგ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივად, რომ ეს ამ ყველაფერს მიეცა ესეთი კომპლექსური სახე. ამაში ყველაფერში არის მნიშვნელოვანი ასევე ეს ფაქტურა, როგორც თქვი, ფერი და სისადავე. მინიმალიზმი აბსოლუტური და პერსპექტივის, ესე ვთქვათ, აღქმა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ლოკალურ ერთ ობიექტზე კი არ არის ეს ორიენტირებული, არამედ ეს მიდის რაღაცნაირ განგრძობითობაში, რაც ძალიან მომავალთან კავშირშიც არის ჩემთვის და ისტორიულ ფონთანაც. ლია ბაგრატიონის გამოფენაზე სტუმრები მრავლად იყვნენ. ახლაც ყოველდღიურად სტუმრობენ წინანდლის მამულს, რათა საკუთარი თვალით იხილონ 7 მერვეს გარეშე. მათი ამბავი გვირაბში 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ერთ რამეს ვიტყვი, რომ ამდენად შერწყმული სივრცესთან ეს გამოფენა, რომელიც ძალიან ბუნებრივ მასალებზეა აწყობილი, გამოყენებული არის თივა, გამოყენებული არის თიხა და სივრცეც არის აგურისგან და ძალიან სპეციფიური სივრცეა. ვფიქრობ, რომ გააზრება და სივრცესთან მუშაობა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში მოხდა ძალიან წარმატებულად და ვლოცავ გვირაბსაც და ქალბატონ ლიასაც ამ შესანიშნავ გამოფენას და ასევე დამთვალიერებელსაც მივმართავ, რომ აუცილებლად ნახონ ეს გამოფენა, იმიტომ რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო. ვინც ლია ბაგრატიონის შემოქმედებას გაიცნობს, მისი ხელოვნების თაყვანისმცემელი ხდება. ამიტომ მისგან ყოველ ჯერზე ელოდება სრულიად ახალს და გამორჩეულს, ახალს, მაგრამ უკვე იმ ნაცნობი ხელწერით შექმნილს, რომელთაც ყოველთვის ამოიცნობ ამ კონკრეტულ ავტორს. ლიასგან ყოველთვის ველოდები, რომ ის აკეთებს ისეთ რაღაცას, რომელიც წინასწარ შეიძლება ვერ მოიფიქრო. აი ხა ჩვენ სადაც დგევართ აქ გვერდზე, აი ამ თივის სუნი, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ძალიან რთულია, შეიძლება თქვა, რომ როგორ შეიძლება მხატვარმა სუნით შეიტანოს როგორც ელემენტი. ლიას ეს შეუძლია ყოველთვის. ეს მთელი კომპოზიცია, ეს site sensitive ინსტალაცია, ხო რაც არის აი სპეციალურად ამ სივრცისთვის შექმნილი. რო შემოდიხარ, ეფექტი არის საოცარი. შოკის მომგვრელი თითქმის, იმიტომ რომ ჯერ ეგერთი ყველაფერი ერთად გესხმის თითქოს თავს. ჯერ ერთი სუნი, ეს თივის მიწის თიხის აი ეს რაღაცა ნარევი, ეს სუნი, რომელიც არის მიწის სუნი სინამდვილეში, აი ამ კახეთის, ამ საქართველოსი, აი ამ ყველაფრის. და მე ეს საოცარი მონუმენტური ფიგურები, რომლებიც მონუმენტურია და ძეგლებია, მაგრამ ამავე დროს არის მათში რაღაც ძალიან ადამიანური რბილი, სუსტი თითქმის მტვრევადი, თუ შეიძლება რომ ესე ვთქვა. განათება შესანიშნავი არის, ეს სარკები დამტრული, აი შუქ ჩრდილები, რომელიც ეფექტს ქმნის, რიტმს უმატებს ამ მთელ კომპოზიციას. შემიძლია მხოლოდ მოვულოცო ჩვენ ლიას. ეს არის ძალიან მაღალი დონის ნამუშევარი. მე ვიტყოდი საერთაშორისო დონის არტისტი. გვაქვს ყოველგვარი კომპლიმენტების და ყოველგვარი მოკიბულობის გარეშე. ძალიან მომწონს და ესე ვთქვათ რეზონირებს ჩემთანაც შინაგანადაც, რადგან არის გაქვავებული ემოციები და მართლაც რომ მე დავადასტურებ იმ ფაქტს, როდესაც გაივლი აი ამ ბნელ ოთახში, შენ თვითონაც გრძნობ შენს თავში, რაც გაქვავ და რაც გაიყინა და ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი შეგრძნებების გამოცდა 21 საუკუნეში. შთამბეჭდავი ქალები, დუმარე ქალების რიგი ძალიან ხმამაღალი სათქმელით.
თიხითა და ტალახად ქცეული სხეულები, რომლებიც გამოშრნენ და ასეთი მყიფე და მსხრევადი გახდნენ, მაგრამ რომლებიც თავის თავში ატარებენ პოტენციალს. ისევ მიიღონ მაცოცხლებელი წყალი, ისევ გაიარონ გრძელი გზის ტიხრები, ისევ დაიბრუნონ მოქნილი სხეულების სასიცოცხლო ენერგია. თუმცა აქ ყველამ ნახოს თავისი აღქმა და სათქმელი აქვს და სწორედ ეს არის ნამდვილი ხელოვნება.